აბატონებოდა ბატონი. ახლა ერთით მოსამართლე მოგზაურდება. მოსამართლე. სასამართლო განიხილავს ის საქმეს, რომელსაც ბრალადდება მათემატიკის რეზულტატის შეახვა და ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზრდობა. მოსამართლე არის საუდათ თაგოშვილი, პროკურორი სალომე სარდალაშვილი. თომას გაცნია დოცვალეთ და სიტყვა ეძავა ბატონ მოსამართლეს. დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ უსხეურ საქმეს, პირისთვის. ასე დება ბრალი, რომ ის არის პრობლემური. დღეს უშლის მათემატიკას და მეცნიერებას. პროკურორო დაიწყო ბრალდების მხარე. მოგესალმებით პატიცებულო მოსამართლე, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რათა გავასამართლოთ მათემატიკური ბუდმივა პირიცხვი. ზემოდაც ბევრია პირიცხვის მორჩილანთა რაოდენობა და სასამართლომ აუცილებლად უნდა შეისმინოს ჩვენი ბრალდება. ძალიან დიდხანს შეძლო იმ მართლმსაჯულებისგან მიმავა. დროა მის განჩადებული ყველა დანაშაულს აეხადოს ფარდა. დღეს ჩვენ ვიჯერებთ პირის შესახებ. ეს რიცხვი უსასრულოა, არარაციონალურია და ყველას გვაგვირს. ჩნდება კითხვები, რატომ არ შეიძლება რომ პი უბრალოდ 3 იყოს? რატომ არ თავდება მისი ციფრები? რატომ გვაქვს მის ათასობით სხვადასხვა მნიშვნელობა, როცა შეგვიძლია მარტივი რიცხვებით ვიმუშაოთ? გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ პი. ყველაზე იდუმალი და უსასრულო რიცხვი. ჩემი მნიშვნელობა იწყება 3.141559265 და ასე შემდეგ, მაგრამ არასდროს ფარდება. მე კი არა, თქვენ ხართ უცნაურები. მე ასე ვარ შექმნილი. ჩემი ციფრები უსასრულოა. სწორედ ამის გამო ვარ უნიკალური. არა მეგობრებო, მე არც უბრალოდ ამოვიხსნე და არც გარკვევებადი ციფრები მაქვს. მეცნიერთა თაობები ცდილობენ ჩემს ბოლომდე ამოხსნას, მაგრამ ამაო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვეჯარებინა და მოსწავლეების ოცნება პის შესახებ. ამიტომ ვიძახებ რამდენიმე მოსწავლეს. ვიძახებ ნიკა სარდალაშვილს. სალომე შუქ ჩართმე რა. მაგალითად, უნდა განჩაგდოს რიცხვისა არის 9, ან თუნდაც 5, არის 25. მათაც მისი მნიშვნელობები. მაგრამ პირის რომელიც დაახლოებით 3.5-ია და არსებობა მისი მნიშვნელობა დაგრძელდება უსასრულოდ, გეკითხებით, რა იქნება მისი კვადრატი? ახლა მოსწავლე მარიამ სარდალაშვილს. მშრალდება მოსწავლეებისადმი მიყენებული მორალური ზიანა. ის მრავალი აწმარების მანძილზე არყევდა იმ მოსწავლეების მდგომარეობას, ვინც ახალ შედგეს ნამდვილი გეომეტრიის საოცარ სამყაროში. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ პი არის მიახლოებით პი არის უსასრულო არპერებული აწარი, რომლის მიახლოებითი მნიშვნელობაც არის 1.14. რაც მის ფორმულებში გამოყენებას ერთიურად აქტივებს. როგორ უნდა გაიგოს მოსწავლე და ამოშენს სწორკუთხედი, როდესაც საქმე გულს ასეთ გაურკვევლობას და შევსწავლეთ. მათემატიკა ხომ დავსწავლეთ მისი სულით. მაგრამ თუ ჩვენ ამ დაჩაგრულ მოსწავლეებს ვკითხავთ, მაშინ ზუსტი არაფერია. ამიტომაც იღებენ მოსწავლეები გეომეტრიის სწავლის განხილვას, რასაც მიუყვებათ მეორე ბავშვებს. ბრალდებოც მარიც ეცხლაძეს. გეომეტრიისა და ზოგადად მათემატიკის რეპუტაციის შევახვა. რატომ უნდა მოუნდეს ბავშვს, რომელმაც ვერაფერი გაუგო გეომეტრიაში ასე ხშირად გამოყენება ფის და ისწავლოს მათემატიკა. უყვარდეს მათემატიკა, მას არ მოუნდება და შესრულდება. დაისტრესება, გულს აიჭროს როცა საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ აღარ მოუნდებათ მათემატიკა პროფესიად აქციო. ეს საინტერესო საგანია. ბრალდებამ გამოგიხდა პროფესორები, მათემატიკოსები, მეცნიერები, მასწავლებლები და მშობლები. ახლა კი მოვუსმინოთ ერთ-ერთ მშობლებს. გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაციის განალიზების შედეგად შემდეგ დასკვნამდე მივედით. სანამ არ გამოიძებნება ოპტიმალური და ეფექტური გზები იმისთვის, რომ სასამართლომ, სახელმწიფომ და მეცნიერებმა ერთად გადაჭრან ზევით დასმული სწავლე პრობლემა, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერ ჩვენი შვილების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში დარწმუნებული და ვერც მათემატიკის მომავალში. ადვოკატო დაიწყო ბრალდების მხარე. პატივცემულო მოსამართლე, როგორ შეიძლება პის გარეშე სამყარო არსებობდეს? მოდი მოვუსმინოთ მოწმეებს. მოწმეს ვიძახებ მედია ჯანიც. დღეს ჩვენ შევეცდებით მოსამართლეთა კოლეგიას დასწრებას გადანახოთ თუ რა ახალა როლი აქვს პის მათემატიკაში და დაგარწმუნოთ, რომ ის ერთიანობის აუცილებელი ნაწილია. პი არის მათემატიკური რიცხვითი მუდმივა, რომელიც როგორც ყველას მოგვეხსენება წეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან და მისი მიახლოებითი მნიშვნელობა 3.14. მათემატიკოს მოусმინოთ ლევან ნიკოლას თაგოშვილს. პი მათემატიკის ხურჯია. ის არა მხოლოდ წრეში, არამედ ალგებრაში, ტრიგონომეტრიასა და მეცნიერებაში, ყველამ ხდება. ინჟინერს მოусმინოთ ლევან აბაშიძეს.
კიდევ ცეთამჭედები და მანქანები. ინჟინერიას ზუსტად ეს არა. ის გარშე ვერაფერს ვერ შეუძლია. ინჟინერიას ზუსტად ეს სჭირდება. ხატვარს მოუწოდოთ ლიკა კილაძის. პი არ არის მხოლოდ მეცნიერების ნაწილი. ის ხელოვნებაშიცაა. ჩვენი ბუნებრივი პროპორციები და სიმეტრია პის პრინციპებს მიყვება. მეცნიერ ლიკა ფუტკარაძეს მოუწოდოთ. გამარჯობა მეგობრებო. წესით საიდუმლო გაქვს ამოსახსნელი. იცით რა არის ყველაზე იდუმალი რიცხვი მათემატიკაში? არა ხო? ყველაზე იდუმალი რიცხვია პი. პი ყველა წრეში 1 და იგივეა. წრის სიგრძე ყოველთვის ვის კილომეტრზე 314 მეტია. ესე იგი ყველა წრის უკან ერთი და იგივე რიცხვი იმალება? დიახ, და არა მხოლოდ წრეში. პი ყველგან არის. ბუნებაში, ალყებში, მოლეკულებში, მუსიკაშიც კი. იმიტომ სამყარო მარტივი არა. მე უსასრულობის სიმბოლო ვარ. თუნდაც ჩემი აღწირადები არსად ფარდებოდეს, მათ გარშე ბევრ რამ შეუძლებელი იქნებოდა. შემდეგი მოწმეა ლიკა შაინიც. საინტერესო რა პის კავშირი აქვს გრავიტაციას. გრავიტაციული მუდმივი რომლის სისხლიდობაა განთელია, რატომ ის უდაბნოს ამოვიღებ დავინახავთ, რომ ამიღებული შედეგი ახლოს იქნება პის მნიშვნელობაზე. ესე იგი, პის გარეშე არის ფიზიკა იარსებებს. აქედან გამომდინარე სამართლიანად ვთქვით, რომ მათემატიკური უამრავი მუდმივია და მის გარეშე მათემატიკა არასრულფასოვანი იქნებოდა. პატივცემულობა სამართლად დამწრე საზოგადოება. პის დაცვას აძლიერებს ინტერნეტში განთავსებული სტატია, რომლის მოსმენის შემდეგაც მე ვფიქრობ, რომ აღარ დაგრჩება კითხვითი ნიშანი. პის სიმართლეში წაგიკითხავთ ამ სტატიას. პი როგორც იცით, მათემატიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რიცხვია. მისი მნიშვნელობა წელწირის სიგრძის მასივე დიამეტრთან შეფარდების ტოლია. ხშირად ამბობენ, რომ პი 3-თან 14 უდრის. სინამდვილეში კი პი უსასრულო რიცხვია, რომელიც უსასრულო რაოდენობის ციფრებისაგან შედგება. ემა ჰარუკა ივაუ გუგლის თანამშრომელია, რომელმაც პის მნიშვნელობა 31 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალა და ამ დრომდე არსებული 22 ტრილიონიანი რეკორდი მოხსნა. არსებული ციფრების გაგრძელება ძალიან რთულია, რადგან პის მიმდევრობა რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება. პი ინჟინერიაში, ფიზიკაში, კომპიუტერებსა და კოსმოსურ ხომალდებში გამოიყენება. მისი საშუალებით შესაძლებელია ტალღებთან, წრეებთან და ცილინდრებთან დაკავშირებული გამოთვლების ჩატარება. ემა ჰარუკა ივაუმ ციფრების გამოსათქმელად Google-ის Cloud სისტემა გამოიყენა, რომელიც 170 ტერაბაიტ ინფორმაციას 121 დღის განმავლობაში ამუშავებდა. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. აღნიშნული რეკორდის მოხსნა ძალიან რთული იყო. ვიცით, რომ ის დასასრული არ აქვს, მაგრამ მისი ციფრების გამოთვლას სიამოვნებით გავაგრძელებთ. აცხადებს ის, 31.4 ტრილიონიანი ციფრის მქონე რიცხვის წარმოსაქმნელად 332.064 წელი იქნებოდა საჭირო. NASA-ს გამოქვეყნებული აქვსია, სადაც ჩამოთვლილია თუ რაში იყენებს კოსმოსური სააგენტო რიცხვს პის. მაგალითად, NASA მისი საშუალებით ითვლის მარსის ხომალდებისათვის საჭირო პარაშუტის ზომას. პის საშუალებით ხდება იმის გამოთვლაც, თუ რამდენი კვადრატული ფორმის სურათი იქნება საჭირო, თანამგზავრიდან პლანეტის ზედაპირის სრულად გადასაღებად. პი გამოიყენება პლანეტების გარშემო არსებულ ორბიტებზე, ხომალდების გასანთავსებლადაც. თანამედროვე მათემატიკა, ფიზიკა, ინჟინერია და ტექნოლოგია პის გარეშე ვერ ინფუნქციონირებდა. აცხადებს მათემატიკოსი მეტ პარკერი. 2010 წელს ნიკოლას ზეიმ იახოს cloud კომპიუტერების გამოყენებით გამოითვალა, რომ პის მეორე კვადრილიონე ციფრი 0 იყო. აღნიშნული გამოთვლა ჩვეულებრივ კომპიუტერზე 500 წელიწადი დასჭირდებოდა. პატივცემულობა სამართლებრივი დამცველი საზოგადოება. პის დაცვის მხარეს მოხსენება დასრულებულია. თუ მართლმსაჯულოვანია ეს ის. სასამართლო გადის ვერდიქტის გამოსაგამად. სასამართლომ გადაწყვეტა. იუ დანაშაულობა. ის აუცილებელია მათემატიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ინჟინერიაშიც კი. მადლობა. მე არ ვარ მხოლოდ რიცხვი. მე სამყაროს საიდუმლო.